73 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მოკრივე ქარელიდან ლურჯ კუთხეში. გიორგი მჭედლიშვილი. Shadows part where I walk. No echo in my cell. Eyes ahead, go lie. This path was mine to echo. You hear it? Yeah. That's your time running down. Feel that? Ground shaking when I shout. You ready? Let's go. No fearing. My blood. მისი მეტოქე მოკრივე წითელ კუთხეში თბილისიდან გოგა ციკოლია. But silence screams when I attack. Feels like verdicts clean and true. What's left of you? You ready? Let's go. No fearing. My blood. Champion, one shot, one moment. I own this crown. Breathe in. Breathe out. Last down. Dance now. მან შანსი მეგობრებო, მე ველი დღევანდელი დღის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ბრძოლას. ეს არის სარევანშო ბრძოლა. ერთმანეთის წინაშე წარდგებიან გოგა ციკოლია და გიორგი მჭედლიშვილი. ორივე ამოკრივემ ერთმანეთის წინააღმდეგ უკვე გამართა ბრძოლა და ის ბრძოლა მაშინ დამთავრდა გიორგი მჭედლიშვილის გამარჯვებით. შესაბამისად ჩვენ ახლა ვხედავთ რევანშს, სადაც გოგა ციკოლიამ ეცდება გამარჯვების მოპოვებას, ან გიორგი მჭედლიშვილი საბოლოოდ დაასვავს წერტილს ამ დაპირისპირებაში. გიორგი მჭედლიშვილი გაცილებით გამოცდილია, თუმცა ამის მიუხედავად არის ახალგაზრდა, ბრძოლები უფრო მეტი აქვს ჩატარებული ბრძოლები საზღვარგარეთაც, მათ შორის უცხოეთში არაერთი ბრძოლა აქვს მოგებული, საფრანგეთში, შვეიცარიაში არის წლის ნოკაუტი 2024-ის ავტორი, შვეიცარიაში უძლიერესი ნოკაუტი აქვს შესრულებული ადგილობრივი მეტოქის წინააღმდეგ, ნოკაუტორი ძალიან კარგი, დამრტყმელი, ძლიერი მოკრევია გიორგი მჭედლიშვილი ქარელიდან, რაც შეეხება გიგა ციკოლიას, ის ასე კი გაცილებით დიდია, თუმცა ორთაბრძოლები შედარებით ნაკლები აქვს, მხოლოდ საქართველოში აქვს ნაბრძოლი გოგა ციკოლიას, წარმოადგენს კრივის კლუბ მემეტეს, კარგად იცის კრივი, საკმაოდ ტექნიკური მებრძოლია და ეცდება ამ ორთაბრძოლაში წარმატების მიღწევას. საკმაოდ ფრთხილად დაიწყეს მოკრევებმა, ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთის სტილს და შესაბამისად იციან რაოდენ სახიფათო არის ერთი თუ მეორე მათგანი, შესაბამისად ელოდებიან საკუთარ მომენტს აი ამ ბრძოლაში. კარგი დარტყმა, მარცხენა ხელზე აშკარად ნამუშევარი აქვს გოგა ციკოლიას, უკვე მეორედ გაატარა მეტოქის მისამართით ეს დარტყმა. კარგად იცავს ჯერჯერობით. მჭედლიშვილი ჯერჯერობით თავის შანსს ელოდება. აქ სანიშნავია, რომ გიორგი მჭედლიშვილი ის მოკრევია, რომელიც მეტოქედ ითხოვს. მხოლოდ საუკეთესოებს, მხოლოდ რეიტინგის ლიდერებს, მხოლოდ ყველაზე ძლიერებს. აქვს შესაბამისი ამბიცია, მონდომება, სურვილი, ხასიათი. შეეხება ციკოლიას, ხედავთ თუ რადონის მოკრევია, როგორი ტექნიკურია, ჩამოყალიბებული მებრძოლია კრივში. და ძალიან ჭკვიანურად მოქმედებს აი ამ დღევანდელ ორთაბრძოლაში. დასრულდა პირველ
პირველი რაუნდი საკმაოდ საინტერესო რაუნდი იყო. შეიძლება ითქვას, რომ უპირატესობა ჰქონდა გოგა ციკოლიას. თავის შანსები უკეთ გამოიყენა. კარგად მოძრაობდა და კარგი დათმობით გაუტარა მეტოქეს. ახლა მჭედლიშვილს მან უნდა იპოვოს საკუთარი თავი, საკუთარი ბრძოლა. ეს ის მოკრევია, რომელსაც როგორც იყო თქვი, ბოლოს უმაღლესი მიზნები და ამბიციები აქვს და უნდა დაამტკიცოს კიდევ ერთხელ, რომ ის არის უძლიერესი აი ამ წყვილში. როგორ გაგრძელდება მეორე რაუნდი. ახლა უკვე ცდილობს მჭედლიშვილი იაქტიუროს. ციკოლია კი არ ჩქარობს ჭკვიანურად, ორივე მათგანი ელოდება საკუთარ შანსს. კაცო. კარგი შეტევა იყო მჭედლიშვილის. ციკოლიამ გააპროტესტა, სველი ატაკი რინგზე ის არ შეიძლება, არაპროფესიონალური ელემენტია. თუ რამეა მსაჯი ანიშნებს კუთხეს და ისინი მოემშრალება. ცდილობს შოუს ჩვენებას გოგა ციკოლია. ცდილობდა მოქმედებას, საინტერესო მომენტი იყო. ძველმა დაუძახა, ფეხი დაუდე და თითქოს ფეხს უდებდა ციკოლია, ესეც ერთგვარი ხრიკებია ბრძოლის დროს, თუმცა მსაჯმა შენიშნა და შენიშვნა მისცა. საინტერესოა გოგა ციკოლიას დამუშავებულია საინტერესო მომენტები. ფეხის დადებაზე მოდამ დაჭერა და მერე შეტევა. ძალიან გამოცდილია და გამოცდილი გუნდი ყავს ციკოლიას კუთხეშიც. ახლა კი კარგი შეტევა შეასრულა ციკოლია. უძლიერესი დარტყმების გაცვლით დასრულდა ეს რაუნდი. ორივე მათგანი ცდილობს საკუთარი გამარჯვების აფორმებას. აქვს ამ ბრძოლას ხასიათი, რომელიც ხდება რევანში.
ძელდება მესამე რაუნდი. როგორც უკვე აღნიშნა, გადამწყვეტი რაუნდია უპირატესობის მოსაპოვებლად. შესაბამისად, მართებთ აქტიურობა მოკრივეებს. კარგი შეტევა იყო მჭედლიშვილის. ციკოლიას დამუშავებული ყველა მომენტი, კარგად თავს მეტოქი შესწავლილი, ნამუშევარია კაშკარად მას და მის გუნდს ამ ყველაფერზე და ძალიან ჭკვიანურად და კარგად მიყავს ორთაბრძოლა. ჭედლიშვილს კი მართებს მეტი აქტიურობა, რათა ის თავის საფირმო დარტყმები შეასრულოს, აჩვენოს რაც შეუძლია. დიდი ტაქტიკური ჯახიც მიდის ამ ორთაბრძოლაში ნამდვილად. კუთხეების ხმა თუ ისმის. ძალიან საინტერესო ორთაბრძოლაა ნამდვილად. თუმცა აი ამჯერად კარგი შესვლა იყო ჭედლიშვილის მხრიდან. შესვლა იყო ჭედლიშვილის და აქტიურდა აშკარად ქარენელი მოკრივე. თუმცა ჭკვიანურად მოქმედებს გოგა ციკოლია. ძალიან ბევრ შრომს, ძალიან შრომელი მოკრივეა. შრომის მოყარე მოკრივეა გოგა ციკოლია. ჭკვიანი მოკრივეა, ტექნიკას არ დაეწუნება. შესაბამისად, კარგად მოქმედს და რა დარტყმა და ნოკდაუნში გიორგი ჭედლიშვილი. ემოცია გიორგი ჭედლიშვილის ნოკაუტის შემდეგ, რომელიც გამოხატა გოგა ციკოლიამ. დასრულდა ბრძოლა გიორგი ჭედლიშვილი. ვეღარ აგრძელებს ასპარეზობას ვადაზე ადრე. რევანში აღებული გოგა ციკოლიამ შეძლო გამარჯვების მოპოვება და სრულთასოვანი რევანში აიღო. გამარჯვების ბრძოლაში მარცხისთვის. კიდევ ერთი საოცარი ბრძოლა იხილა კრივის კომაგმა. ძელდება ჩვენი საკრივო შოუ. ბრძოლის მესამე რაუნდში
ნოკაუტით გამარჯვება მოიპოვა მოკრივე მწითელ კუთხეში გოგა ჟიდი ციკოლია აპლოდისმენტები ამის აპლოდისმენტები Shadows part where I walk. No echo in my step. As